Ladies and gentlemen, this is IFC 23. Georgia, are you ready? Our first bout of the evening is a female lightweight bout. Please welcome Gulia Yusanova. My love again. Ladies and gentlemen, welcome her opponent, Shaksanem Amiyanezov. Mani elim, illatim, oyg'inidagi go'zal axloq degan libosi bor millatim. Qo'lini ko'ksiga doim bosgan o'zbekim. Mani elim, g'ururim, jonim fido bo'lsin agar mani kamida har dam. Salomaligi bor, oqibatda oxiridagidan moddam. Xotirjam o'zbekim, mani millatim, donishmand devonxonam. Bu yerlarni kezdi bo'lib qariyonaqli xarobotilar. Devonayu mashoyix qaddollar, Ibn Sino bobolarim, Hazrati Naqshband darajati ulug'lar, balogardonlar. Terani koinot sirlarini bilishni istar hamon bu odam zot. Hozirgi kunda ham noayyon bardavom. Endi aniqlanayotgan bashoratni bilar edi kim? Ulug'bek bobom. Minnatdorman, shukr qilarim bor kecha-yu kunduz. Ota-onamning bergan tarbiyatini haqini ado etib bo'lmas ekan hanuz. Nechun ular bunday mehribon, borliklari bir ulug' inom. Farzandining aybini yashirish va afv etishda bardavom. Chunki ular ham vaqtida shunday tarbiyat ko'rgan. Padar buzurglarimga ota bobolarim. Ladies and gentlemen, this is a female bout in the lightweight division. Now introducing your fighter in the blue corner. This fighter is 18 years old. She weighed in at 70.3 kilograms. She stands 166 centimeters tall and has a record of 0-0. It is the Ghost Girl. Please welcome Gulia Yusanova. And now welcome her opponent in the red corner. This fighter is 20 years old. She weighed in at 70.3 kilograms. She stands 160 centimeters tall and has a record of 2 wins and no losses. Representing Uzbekistan, please welcome Shaksanem Amiyanezov. And your referee for this bout, Axel Vankiminara.
ორთაბრძოლებში MMA-ში. ძალიან კარგი მარცხენა ჰუკი გაუტარა. ჰუსეინოვა კი ბოქსიორია ბაზით. მაგრამ ფეხებსაც საკმაოდ კარგად ხმარობს და შესანიშნავი მოგვერდი ამანიაზოვას შესრულებით. ეს იყო ნამდვილი ქართული გდება აზერბაიჯანელი მებრძოლისგან. კი ნამდვილად კისერი ძალიან კისერი აღებულია კარგად თუ წნეხს გაზრდის ამანიაზოვა შეიძლება საბმიშენის პონაც კი ეს უკვე მოგუდვაზე არის თითქმის გადასული. კი უბრალოდ ისეთი მტკივნეული რა თქმა უნდა ვერ იქნება, ვერ იქნება, რადგან მხრის სამკუთხედი კარგად ვერ აქვს შეკრული, რა თქმა უნდა, მაგრამ აი წნეხს თუ გაზრდის მის კისერზე და მთელი მასით დააწვება, შეიძლება რაიმე საბმიშენის ცდილობაც გამოუვიდეს და აიპოვოს კიდეც. გულეის დებიუტი არის MMA-ში და ნამდვილად ეთყობა მის გრეპლინგზეც კი აშკარად ეთყობა, მაგრამ ჰუსეინოვა ჯერჯერობით კარგად უმკლავდება ესე რომ ვთქვათ. ამანიაზოვამ კი ჩემი აზრით ცოტა ძალები უნდა გადაანაწილოს, რადგან ფაქტია რომ საბმიშენს ესე ვერ უკეთებს და ვერ უქმნის მის ესე რომ ვთქვათ კისერს საფრთხეს. შეიძლება ამ მომენტისთვის საჯმაც გააჩეროს, რადგან დარტყმებიც არ ხორციელდება და არ არის აქტიური ჭიდაობა, ეს პოზიციისთვის არის ბრძვის. კი, პოზიციების გამყარებისთვის არის უბრალოდ ორთაბრძოლა. აი ხა ფულმაუნტში ძალიან კარგად გადავიდა ამაიაზოვა და გარდიდან შეიძლება ჰამერფისტებიც აი საბმიშენს კი კარგად დაუღოს ზურგი ძალიან აი საბმიშენს რენეიკ ჩოუქსლობს. ფეხები ძალიან კარგად აქვს, შეკვლის შეიძლება გამოუვიდეს კიდეც თუ ხელ ჩაკეტავს და დანებდა. პირველი ფინიში საღამოში. ამაიაზოვამ ისევ დაუმარცხებელია და მისი ესე რომ ვთქვათ ფინიშ რეიტი 100%-იან ნიშნულზეა ესე. მესამე ფინიში. კი, პროფესიონალ თამბრძოლებში მას 2 ნოკაუტი, ახლა კი საბმიშენი აქვს. მიულოცოთ ამაიაზოვას ეს შესანიშნავი პერფორმანსი. After 2 minutes 23 seconds of the very first round, we have a winner due to tap out to rear naked choke. In the red corner, Shakhsarim Amiyazanova. მიულოცოთ ნამდვილად ეს დამსახურებული გამარჯვება, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ძალიან კარგი პერფორმანსი ჰქონდა IFC-ის დებიუტში ამ გოგონას. ჰუსეინოვას კი უსურვოს წარმატებები მის შემდგომ კარიერულ ორთაბრძოლებში.